თამაში და ალკოჰოლი. საბოლოო ჯამში რაღაცა ეტაპზე ჩვენ თამაშობ წაგებისთვის. ფული მჭირდება. ჩუმად აიღე სახლიდან რაღაცა ძვირფასი ნივთი და დაალოყმარდე. მოიტყუე დამალე. ჯიბეში რომ მედო რაღაცა სოლიდური თანხა, მუდმივი განცდა მქონდა და შიში რომ რაღაცაზე არ ყოფნიდა ეს თანხა. ყველა ჩვენთაგანის პირველი შემხებლობა ტოტალიზატორთან კაზინოსთან თავდება მოგებით. პირველი რამდენიმე შემხებლობა, რომ აი თითქოს აი ეს კაუჭი, როგორც აი თევს ამოედება და всё, გაბმული ხარ გინდ ბადეში, აი რაღაცნაირად ეს ასე ყველა იგებს ყოველთვის. იმიტომ რომ მე რო ეხა ჩემს ამ პირველ შემხებლობას ვიხსენებ, სრულიად გაუთვითცნობიერებელი, დილეტანტი ბავშვი მიდის ტოტალიზატორში და მაშინ ესე ვთქვათ ფეხბურთზე გადავაბი რაღაცა უამრავი პოზიცია და 1 ლარით მოვიგე 100 ლარი, ანუ 100 კოეფიციენტი დამიჯდა, რაც ნიშნავს, რომ ალბათ 7-8 თამაში გადავაბი, ანუ სტატისტიკურადაც ძალიან რთულია ეგ გააკეთოს, მათ შორის გამოცდილმა ადამიანმა. მაგრამ მოხდა. ხო, სასწაულია, საჩუქარია, თუ მოდი ამას გავანებოთ თავი, იმიტომ რომ ფაქტია, სადამდე მიმიყვანა ამ ყველაფერმა, მაგრამ ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება იწყება ესე. მივედი, თითქოს ძალიან მარტივად მოვიგე. ანუ პირველი რაღაცა იმპულსი ტვინში რაც ხდება და მით უმეტეს თუ პატარა ხარ და რაღაცებს ძალიან მარტივად უყურებ, იოლი ფული. სკოლის მოსწავლე ვარ, 15-16 წლის ალბათ, სახლის გვერდით არის ტოტალიზატორი, თუმცა მაშინ რაღაცა კონკრეტულ ადგილას სადაც ცხოვრობ, დაახლოებით 100 მეტრში 10 სლოტ კლუბი იყო, რომელიც იყო ოთახი. სადაც იდგა 10, 15, 20 აპარატი და ვისაც უნდა, ну ეხლა მე ჩემი ასაკის უპრობლემოდ შევდიოდი, რამდენი შემქონდა, რამდენი გამომქონდა, არავინ არ აკონტროლებდა. შესაბამისად, ეს უკონტროლო სიტუაცია იყო, რომელიც მე ერთბაშად რაღაცა შეიცვალა და ცოტა ისე მასშტაბური გახდა, ანუ რამდენიმე კაზინო ან რამდენიმე სხვილი დაწესებულება, სადაც ასევე თუ გინდოდა, მე არ მახსოვს სადმე პირადობა შემოწმებინათ რამდენი წლის იყავი, ну რაც ასევე ქვეყნის ტრაგედიაა ჩემი აზრით. ვა, არ მჭირდება მუშაობა, არ მჭირდება ზედმეტი შრომა, შემიძლია ყოველ შაბათ-კვირას მივიდე, რაღაცა ალბათობით ბილეთებით დავწერო, ან მით უმეტეს თუ ვიფიქრებ და იქ მაშინ გაზეთებიდან თვლიდით იმან რა ქნა, ეს რას გააკეთებს იქნებს და რაღაც წარმოდგენას ვიქნებით, მაშინ ყოველ შაბათ-კვირას მივალ და ამ ყველაფერს გავაკეთებ და მექნება ის ფული და რაში მჭირდება მუშაობა, რაში მჭირდება პატიოსანი შრომა, ის რასაც პირობითად ჩემი მშობლები ან ბევრი ადამიანი აკეთებს, აი ესე მარტივად მექნება იმდენი, რამდენიც მინდა და თან ბევრი თავისუფალი დრო. და როგორც აი სხვადასხვა ნივთიერებები, რომლებიც 1-2 ხდება, მე 2 აღარ ყოფნის 3 ხდება, 3 თავის ეფექტს კარგავს და ერთბაშად მეც და მეცთან მიდიხარ, სადღაც რამდენიმე ცდის შემდეგ ეს ყველაფერი იწყებს რადიკალურ ცვლილებას, ანუ მიდიხარ გამოგაკ, მაგრამ ნენეო ხდები რომ მიგაკ და მიგაკ. ანუ იმდენად ღრმად ხარ ჩაბმული, რომ ეს აზარტი საბოლოო ჯამში იმდენად შემოდის შენში, რომ აი დღეს რამდენიმე ხნის წინ პერიოდის წინ გარვიაზრე, რომ აღარც ფულისთვის ვთამაშობი და აღარც მოგებისთვის. ჩემი თამაშის მთავარი მიზანი იყო წაგება. რთული აღსაქმელი იყო, მაგრამ წაგება იმდენად დიდი ენერგია იყო, იმდენად ძაფრი შეგრძნება იყო, რომ ადრენალინის ამ ტიპის და ამ დოზის გამოყოფა არაფერს არ ქონდა. იმიტომ რომ ეს არის გათანაბრებული სიკვდილთან. ანუ დაახლოებით რომ ჩავთვალოთ, იარაღის ლულა გაქვს შუბზე მოდებული და ამ დროს თავს აღიქვავ ყველაზე ცოცხლად მათ შორის და ყველაზე დიდი შიშის წინაშე. ანუ რაც უფრო დიდია შიში, მის წინ მდგომი უფრო ცოცხლად აღიქვავ თავს. შესაბამისად მივხვდი, რომ ჩემი თამაშის მთავარი მიზანი იყო მხოლოდ წაგება. რამდენი ფული მომიგია და არ მიგძვნია არაფერი. არ სახში წამიღია, არც რამე შემიძენია, ერთი სული მქონდა, მეორე დღეს, როდის შევიდოდი ან დისტანციურად გავაკეთებდი იმას, რომ მაშინ მეგონა რომ გააბევრე, ეხა მეტიქენი, თავში რაღაცა უფრო დიდს, ან უფრო ახალს, ან უფრო კარგს ყიდულობდი, მაგრამ არაფერი არ მიყიდია ცხოვრებაში. პირიქით, თუ კი რამე გამაჩნდა, ნენელა უკან მივიტანე ეს ყველაფერი.
ადამიანები, რომლებსაც აქვთ დამოკიდებულების პრობლემა, არიან საოცრად ნიჭიერები. ჩემ ცხოვრებაზე შეიძლება ითქვას, რომ მოკლე პერიოდში ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწიე პატარა ასაკში, ჩემი აზრით, მაშინაც უფრო მეტად ჩანდა რაღაცა კონკრეტულ ორგანიზაციაში, დიდ დაწესებულებაში, მიუხედავად ყოველდღიური მათ შორის ალკოჰოლის მოხმარებისა, ყოველ წელს ერთი ნაბიჯი წინ მივდიოდი და დაახლოებით 5 წელიწადში მივაღწიე საკმაოდ ისეთ დიდ პოზიციას. ფინანსურადაც კარგად ვიყავი, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე ძალიან მძაფრად იყო შემოსული ჩემ ცხოვრებაში თამაში, რომელიც აი ერთის მხრივ წინსვლის ჟინი და мотиваცია მქონდა, მაგრამ აი ჩათვლით რომ ძალიან დიდი სიმძიმე კიდია ფეხზე, რომელიც გინდა თუ არა მაინც უკან მიგათრევს და ძალიან გიჭირს აი ზედაპირზე დარჩენა. საიდან მოდის არ ვიცით. ამბობენ რომ სადღაც 7 წლამდე ფორმირდება ადამიანში და ჩემს ბავშვობაშიც რომ ჩავედი, რამდენადაც შემეძლო, მუდმივად რაღაცა მომენტებს ვიჭერ, სადაც მოხმარება არ იყო, მაგრამ ვცდილობდი მძაფრი შეგრძნებები მიმეღო და ჩემი ქმედებები ისეთი იყო, რომ ჯერ ერთი შთაბეჭდილება მომეხდინა, რაღაცა არანორმირებული გამეკეთებინა და მათ შორის მიმეღო მძაფრი შეგრძნებები და ეს მძაფრი შეგრძნებები იყო ექსტრემალური ქმედებებით. საიდანაც გადმოხტომა, რაღაც აკრძაულის გაკეთება და ხვდებოდი, რომ აქ თავს პოულობდი კომფორტულად და რაღაც ემოციებს ვიღებდი, რომელიც მავსებდა. ჯიბეში რომ მედო რაღაცა სოლიდური თანხა, მუდმივი განცდა მქონდა და შიში რომ რაღაცაზე არ მყოფნიდა ეს თანხა. ოღონდ რაზე არ მყოფნიდა, არასოდეს არ მქონდა პასუხი და აი ამ რაღაცისთვის მეყოს გამო მივდიოდი და კაზინოში თუ ასე შემდეგ თამაშობდი და სრულიად ვაგებდი ყველაფერს. მთელი სევდა და მთელი ტრაგედია ძიმე მოხმარებას თუ მოხმარების გზაზე დადგომას, მათ შორის ის თან დასდევს ის, რომ ადამიანი ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ დღით-დღე კარგავს ბედნიერების აღქმას. ყველაფრისგან ეს არის ურთიერთობები, ოჯახი, შვილები, კარიერა, წარმატება, ჯანმრთელობა, სპორტი, მნიშვნელობა არ აქვს სად უნდა იყოს. ნელ-ნელა ეს ყველაფერი კარგავს ეფექტს, არაფერი აღარ გავსებს, ვეღარ გძნობს სიხარულს და ზუსტად ამიტომ ცხოვრება ხდება უინტერესო. ყველა ადამიანს სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა სიხშირით რაღაცა სირთულეები, დაბრკოლებები, წინაღობები, სტრესები თუ დანაკარგები აქვს, მაგრამ ვიღაცა ამას უკლავდება ფიზიკური აქტივობით, ცურვით, სეირნობით, წიგნის კითხვით, რა ვიცი, ძილით, საუბრით, მაგრამ ჩვენი გამოვლინება რა არის? ჩვენ უმკლავთ ჩვენ მერე ეს ჩვევაში გადადის, რომ გამიჭირდა დავლიე. გამიჭირდა ვითამაშე. სამსახურში სირთულე წავაწყდი, ვითამაშე, დავლიე, მოვიხმარე, მოუწიე. მერე იმდენად მოტორიკამდე დადის, რომ ამაზე ფიქრიც არ მჭირდება. ბედნიერი ვარ, მოვიხმარ, თავს ვაჯილდოვებ, უბედური ვარ, აბა სხვა რა უნდა ვქნა და ეს ალკოჰოლთან დამოკიდებულება თან ჩვენ საქართველოს ცოტა საშიშად შვიდად ვართ, რა შეიძლება ითქვას, რაღაცა ტრადიციები, სუფრის კულტურა და ასე შემდეგ, რომელიც ჩემი აზრით მათ შორის დამახინჯებულია დღეს, ძალიან საშიშ გავლენას ახდენს თაობებზე და თითქოს ეს ალკოჰოლი არაფერი საფრთხე არა და ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს საუბრობს, რომ ალკოჰოლი ნარკოტიკია და მისი მოხმარება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგების მომტანია ადამიანისთვის და ისევ ოჯახებისთვის, რომელიც ნელ-ნელა ანგრევს პიროვნებას. საბოლოო ჯამში რაღაცა ეტაპზე ჩვენ თამაშობ წაგებისთვის. სანამ ეს ყველაფერი იმდენად დიდი ჩიხი არ იქნება, რომ ხვდები, რომ ამას შენ თვითონ ვეღარ მოერევი და უმეტესი ჩვენგანი მათ შორის აი ვერ მოვერევის გამო ისეთ რაღაცეებს აკეთებს, რომ დანაშაულის შეგრძნება და საკუთარ თავთან პატიება იმდენად უჭირს, რომ სამწუხაროდ მიდიან მათ შორის ვიტყუობამდე. ჩვენთან მიუხედავად მეუცელო სკერი. რაღაცა ეტაპი, როდესაც შენ ხელებს წევ და ხვდები, რომ მორჩა. შენ რაც შეგეძლო ყველაფერი დაანგრიე, ჩამოშალე, დაკარგე, წააგე, გაიქნიე და მეც ვერაფერს ვეღარ იცავ. ანუ იმ დიდ პრობლემას, რომელიც შენ დაგიგროვდა, შენ მარტო ვეღარ ერევ, იმიტომ რომ სულ რაღაცას, ესე ვთქვათ, ცდილობ, ერთს გამოვართვე, მეორეს მიცემ, იქ ამოიღებ, აქ დაფარავ, მე ამ ცეცხლს ჩააქრობ, იმითი, მე იმ ცეცხლს ჩააქრობ და სულ რაღაცას ფუსფუსებ, ესე ვთქვათ და იმედი გაქვს, რომ ხვალ რაღაცა შეიცვლება და რაღაცა ვირტუალურ წარმოსახვით თუ
აი იმდენად არარეალურ ოცნებასავი ქცეულ რაღაცას მიყვები, რომ ხვალ მოხდება ის, რომ მე 1 მილიონს მივიღებ და ამითი ყველაფერს ჩავაგრობ. თუმცა არაერთხელ მოხდა თითოეულ ჩვენთაგანი ცხოვრებაში ეს. ნარკოტიკების და ალკოჰოლის პრობლემის მქონე ადამიანისთვის პირობითად შეიძლება ქონია მცდელობა, რომ აი 1 კვირა, 2 კვირა და რაღაც პატარა იმედი, მაგრამ ისევ უკან მიდიხარ, იმიტომ რომ გამოფხიზდით და ეხა რა ხდება? ანუ იმ რაღაცა სირთულეებს, ფიქრებს, ტრაუმებს, შიშებს როგორ გავუმკლავდე? მოგლეთ ფსკერი, რომელიც ჩემ შემთხვევაში იყო მათ შორის ფინანსური, მათ შორის ოჯახური და რაღაცა ეტაპზე ამ ფსკერმა მიმიწვია კუთხეში და მაგ საუბარი მათ შორის მეუღლესთან საუბარი, რომ აი ხა რა ვშვებით. და მანდ მივხვდი, რომ მურჩი. ანუ შევეშვით ყუილებს, ეს ნიღბები, ბედნიერების, კარგად ყოფნის, ყველაფერი კარგად იქნება, ჩამოიშალა და აი მანდ ავთქვი, რომ მიშველეთ. და ეს ფარხმალი, რომელიც სულგათან გაქვს და სულ ფარხმალს იქნევ და გონია, რომ ვიღაცა გებძვის, ან ვიღაცას ებძვი, კარებთან ტოვებ. და ეს შვება სიმსუბუქე ამასობაში 1-2 ადამიანი ხმას ამოიღებს და ხვდები, რომ იგივე საუბრობ, რაც შენ გაწუხებს და ამასობაში ამდენი სირთულეებს მქონე ადამიანი გიტრიალდება და უზომო სითბოს გამოხატავს შენდამი. იქ ვერავის ვერ გააოცებ ჭალებში შენი საგმირო საქმეებით და ამავდროულად ხვდები, რომ არავინ არ გაგიკითხავს ზუსტად ამის გამო, იმიტომ რომ იგივე ან უარესი მას გაუკეთებია. და ჩემთვის ზუსტად აი ეს იყო აი ეს ენით აღუწერელი სითბო, რომელიც მე ვიგზენი იქ. მე მახსოვს ზუსტად პირველად ჯგუფზე რომ მივედი, ემოციებისგან გული გამიხდა ცუდად. ჩემთვის უცხო ადამიანი წამოხდა, გაიქცა აფთიაქში, უცებ მომიტანა გულის წამალი და დამალევინა და ცოტა გაოცებული უყურები. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს სითბო მეგობრულობას რომ არ იყო უცხო, მაგრამ უყურებ და უსმენ ადამიანებს, რომლებიც ისეთ ისტორიებს და ისეთ მძიმე მდგომარეობას აღწერდნენ და ამავდროულად ისე საუბრობდნენ თავის თავზე, რომ გაოცებული ვიყავ როგორ შეუვლიათ ესეთ სირთულეებს, ესეთ მშვიდად, გაწონასწორებულად, დაალაგებულად ესაუბრო და ამავდროულად ჩემდამი ესე მშვიდად ყოფილიყვნენ და მოსიყვარულეები. და ეს იყო ის პირველი იმპულსი, რომელიც მიმახვედრა, რომ ეს ისაა, რასაც ვეძებდი მთელი ცხოვრება. და მივედი და დავრჩი. იმის მერე შემიძლია ვთქვა, რომ დღე არ ყოფილა ფაქტიურად, რომელიც მე ამ გარემოში ან ტელეფონით, ან უშუალოდ იქ ყოფნით არ გამეტარებინოს. რაღაც ეტაპზე იაზრებ, რომ საკუთარ თავს აბსოლუტურად არ იცნობ, 0 ემოციური ინტელექტი, ჩარჩენილი ხარ წარსულში და ამავდროულად განუზომელი შიში მომავლის. ვერ იღებ საკუთარ თავს, ვერ პატიობ საკუთარ თავს, უზომო დიდი სირცხვილი გაქვს, ყველასთან რაღაცა დანაშაული გაქვს, ყველასთან რაღაცა ფორმით მატერიალური, ემოციური ვალი გაქვს და გონია, რომ სრულიად მარტო ხარ და ამ დიდ სიმძიმეს ვერასოდეს ვერ გაუმკლავდები, მაგრამ ამასობაში გიწევს საკუთარი თავის გაცნობა ყველაზე მახინჯი ფორმით, ესე ვთქვათ, სარკეში ჩახედვა, იმიტომ რომ აქედან უნდა მიხვიდეს საკუთარი თავის მიმღებლობამდე, საიდანაც უნდა მიხვიდეს საკუთარი თავისთვის პატიებამდე. წლების მანძილზე მე ჩემ თავს ჩავძახოდი, რომ შენ გაქვს პრობლემა და მორჩა. ეს იყო დასაწყისი და დასასრულიც. ამის იქით არასოდეს არ მივდიოდი. ანუ ვაიმე პრობლემა მაქვს და მორჩა. და ეს ვაიმე პრობლემას მოყვებოდა უძილოღამეები, ნერვიულობა, განცდა, უჭმელობა, ან საოცრად არაჯანსაღი დღის რეჟიმი და კვებითი აშლილობა და ასე შემდეგ. და დღეს არის რომ გავიგე, რომ სირთულეები გაქვს, მაგრამ მოდი რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ესეც ვისწავლე, აღვიქვი და მივხვდი, რომ ეს მუშაობს. ჩემი ცხოვრების ახალი ოღონდ ყველაზე საინტერესო გზა დაიწყო 35 წლის ასაკში. 3 შვილით, ყველაფერი დაკარგული, ყველაზე ძვირფასი ნდობა, პატივისცემა, მეგობრები, რომელსაც ზურგი ვაქციე, სამყარო, რომელსაც ზურგი ვაქციე, ოჯახი, რომელსაც უდიდესი ტკივილი მივაყენე, X შემოსავალი და 20X ხარჯი და სიტყვას არ ვამეტებ და დღეს, აი რა ვიცი, იმედები, პოზიტივი, ენერგია, სითბო, სიყვარული და ემოციები დაბრუნებული. როგორც კი აი ეს იმედის ნატამალი და რწმენის პატარა მარცვალი ისე უღვივდება და გინდა თუ არა ამ სითბოს, სიყვარულს, ზრუნვას, სიკეთეს ხედავ,
აი ეს ყველაფერი ნენელა პოზიტივად იცვლება და ყველაზე მარტივი და ყველაზე მარტივად ესე ვთქვათ ხელს უშვებთ მოხმარებას უშუალოდ და მე იწყება ამ შენ ღრმად ჩამჯდარ ხასიათის დეფექტებთან თუ უარყოფით გამოვლენებებთან ისეთი ბრძოლა, რაც ძალიან საინტერესო, შრომატევადი, მაგრამ მნიშვნელოვანი ეტაპია. თუმცა გავლადი.